მინდოდა მესაუბრა მინორულ კონფიგურაციებზე, გამოვყოფ უფრო მეტად მინორულ ნეგატიურ კონფიგურაციებს, რომლებიც ესე ჩვეულებრივად უფასო საიტებზე აგებული რუკებით არ ჩანს. ხშირ შემთხვევაში. პრობლემა ის არის, რომ ძალიან ბევრს გონია, რომ ნეგატიური დადებითი ზოგადად მინორული კონფიგურაციები არ არის ისეთი მნიშვნელოვანი, რეალურად არის მნიშვნელოვანი და ერთ-ერთი მათგანი არის ვილი, იგივე ფიწალი. ესეთი კონფიგურაცია იძლევა განმეორებით მოქმედებებს, ანუ ესეთი ადამიანის ცხოვრებაში მოვლენები, ადამიანები ყოველთვის ბრუნდებიან. ხდება იმისთვის, რომ ადამიანმა რაღაცას უნდა მიხვდე, რაღაც უნდა შეცვალო. და სანამ არის სწავლი, ერთი და იგივე მეორდება სულ. თქმის იგივე არის სეკირაც, თუმცა ბევრად უფრო რთული. სეკირა უფრო აღრმავებს და უფრო ტრაგიკულს ხდის, ესე ვთქვათ, სიტუაციას. იგივენაირად განმეორებითი მოვლენები ხდება, თუმცა ბევრად უფრო დრამატული, ბევრად უფრო რთული. სეკირა ერთ-ერთი საკმაოდ ისეთი ძლიერი ნეგატიური კონფიგურაციაა მინორულებში. არის ასევე მინორული კონფიგურაცია ის არის, რომელიც იძლევა სულის ნგრევას, უფრო ფარული ნგრევა ხდება ადამიანის სულის და შესაბამისად საკმაოდ ისეთი მძიმე კონფიგურაციანი არკანი არის მკვდარი ზონა, როდესაც ადამიანს არ აქვს არანაირი არჩევანი და ძალიან ესე ვთქვათ, რთული დასამუშავებელია ზოგადად ეს კონფიგურაცია. ზოგადად მინორული კონფიგურაციები არის რთული დასამუშავებელი, იმიტომ რომ უფრო განვითარების უფრო მაღალ საფეხურს ითხოვს. იგივენაირად არის რთული კონფიგურაციები, თუნდაც მაკრატელი, რომელიც ორი სინთეტიური სამკუთხედის მიქსია, ესე ვთქვათ, ნაერთი არის ერთად და იძლევა ცხოვრება როგორც ომის ბრძოლის ველზე, აი ესეთი რაღაც კონფიგურაციაა საკმაოდ რთული. და ასევე გამოვყოფდი კიდევ ერთ მინორულ კონფიგურაციას, როგორიც არის დამოკლეს მახვილი. იმიტომ რომ ეს კონფიგურაციაც რადიკალურად ისეთი ცუდი არ არის, მაგრამ იძლევა მუდმივ შიშს, რომ ადამიანი ყოველთვის სულ შიშია და სულ რაღაც ისეთი გრძნობა აქვს, რომ რაღაც მოხდება მის ცხოვრებაში ნეგატიური. მთელი პრობლემა ამ მინორული ასპექტების და კონფიგურაციების დამუშავების არის პირველი განვითარების დონე, რომ ვერ მართავს ადამიანი ამ მინორულ კონფიგურაციებს თუ არ იქნება განვითარების საკმაო დონეზე. მეორე პრობლემა არის ის, რომ დამალული არის და ბევრისთვის, ვისაც არ აქვს კონკრეტულად პროფესიონალური ასტროლოგიური კონსულტაცია გავლილი, ბევრი ამ კონფიგურაციებს თავის რუკაში მით უმეტეს ვერ ნახავს და ინდივიდუალურ და დამოუკიდებელ ინტერპრეტაციაზე საერთოდ ლაპარაკი ზედმეტია, იმდენად თვითონ ასტროლოგისთვისაც საკმაოდ რთულია ინტერპრეტაცია.